ეხლა რაც შეეხება საეკლესიო ახალ წელს ჩვენ ვილოცავთ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, შესაძლოა ბევრმა არც იცის აი ამის შესახებ, რომ ახალი წელი საეკლესიო სწორედ რომ 14 სექტემბერს იწყება, ჩვენ ასევე როგორც მოზარდებს ურჩევთ, რომ იყონ კეთილგონიერნი თავის სწავლასა და ზნეობაში და ცხოვრებაში, აი ესეთივე შემართება, რა თქმა უნდა, გვესმის ჩვენ დედა ეკლესიისაგან ყველას მიმართ და ჩვენ ხშირად აი ესეთ რამეს გვესმის, რომ აი სამყაროს თავისი მომხიბვლელობა გააჩნია, მიმზიდველობა და ეს იტაცებს ადამიანს, ხომ? და ეკლესია კიდე გვასწავლის, რომ ვიწრო და ეკლიანი გზით უნდა ვიაროთ. სწორედ აი ამ გზით დადიოდა წმინდა მამები, აი ამ მოშურნეობით, მებრძოლი სვლით და როდესაც აი ეს ყველაფერი დღეს თვალნათლივ ვხედავ ჩვენ ამას, რომ სუსტდება, კნინდება, ჩვენ კიდევ უფრო ხმამაღლა უნდა გავიძახოდეთ აი ამ გულის ტკივილს, რომელიც დღეს გვაქვს. ამიტომ აი ამ ახალი წლის დაწყების ჟამს ჩვენ კიდევ ერთხელ წმინდა მამებთან ერთად მათი რჩევით, მათი ლოცვა კურთხევით გვსურს კიდევ ერთხელ მივცეთ საზოგადოებას რჩევადარიგება, ყველა ჩვენთაგანს გვჭირდება ეს რჩევადარიგება, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორი უნდა იყოს ქრისტიანის გზა და თანამედროვე სამყაროში რაღაცნაირი ესეთი დამოკიდებულება, რომ თითქოს და ეკლესია არასდროს დაზარალდება, ის უძლებელია და ამისი ნუ გეშინიათ, შეიძლება მოისმინოთ ხშირად აი ესეთი აზრებიც, მაგრამ რა თქმა უნდა, ცალსახაა, რომ ეკლესია არის უძლებელი, ის არასდროს განადგურდება, ის როგორც წმინდა სახარება გვასწავლის, ჩვენ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას, მაგრამ აქ საუბარია ძმაუნდადანო არათვით ეკლესიაზე, არამედ ეკლესიის წევრებზე. და აი ეს ეკლესიის წევრები წარმოადგენენ სწორედ სხეულს ქრისტეს, ხო? ცოცხალი ქრისტე ყავთ მათ. ეკლესია თავად ქრისტეა, რომელიც გიეს უკუნისამდე, როგორც ამას ბრძანებს წმინდა წერილი, მაგრამ საფრთხე არა ეკლესიას ემუქრება ძმაუნდადანო, რომელიც უკუნისამდე იარსებებს და მარადიულად იქნება, არამედ ეკლესიის წევრებს მართლმადიდებლური რწმენის, მართლმადიდებლობის დაკარგვის და მწვალებლობაში და ცრუ შეხედულებების გაბატონების შემთხვევაში, რომელიც ადამიანს დაღუპვით ეკადის. და რა გინდ მოღვაწე და წმინდა ცხოვრებაც არ უნდა გქონდეს, თუ ადამიანს მართალი სარწმუნოების დაკარგვის შემთხვევაში ის, რა თქმა უნდა, ვეღარ მოიპოვებს მარადილ სასუფეველს. ხოლო მართალი სარწმუნოებით და მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში ყოფობით ადამიანი თუ გინდ დიდი ცოდვილი იყოს მანდადანო და შეინანებს აი ამ ცოდვებს, ის ხდება ღირსი სასუფეველისა. ამისი არაერთი ნიმუში მოგვაწოდა ჩვენ დედა ეკლესიამ. ცოდვა ყოველთვის დაიძლევა ჭეშმარიტი სინანულით და აღსარებით, ხოლო ერესი ვერაფრით დაიძლევა ძმაუნდადანო, იმიტომ რომ თუ მას არ გააჩნია სინანული, ადამიანმა არ შეინანა და არ თქვა უარი აი ამ ცთარ შეხედულებაზე, ის იქნება წარწმენდის გზაზე დამდგარი. თავად მაცხოვარმა მიგვითითა ჩვენ, რომ იქნებოდნენ ცრუმოძღვრები, რომლებიც უამრავ საცდურს შემოიტანდნენ სოფლიოში და აი ამ საფრთხის შესახებ, რომლებიც მრავალს აცთუნებდნენ და მორწმუნე ვალდებულია, რომ არ ისმინოს აი ამ სასყიდლი დადგინებულთა ხმის. იმ დროს, როდესაც ჭეშმარიტი წყემსი კეთილი თავს სწირავს, ხომ? თავისი სამწყოსათვის, თავისი სამწყოს გადარჩენისათვის. ხოლო ეს დაქირავებული მოძღვარი, დაქირავებულს უწოდებს წმინდა წერილი, ანუ რომელიც არ არის ჭეშმარიტებისაგან, ის საფრთხის მოახლოებისას მყისიერად გარბის და
ესე იგი მგლებს, ანუ ერეტიკოსებს უტოვებს აი ამ თავის სამწყდოს და მაშინ ისინი იღუპება. და როგორც წმინდა წერილი ამბობს, მგელმან წარიტაცნეს და განიბნიანო. ამიტომ წმინდა მოციქულებიც, წმინდა მამებიც არ იღლებოდნენ ჭეშმარიტების ქადაგებით, არ იმშვიდებდნენ თავს უმოქმედობით და ყალბის სიტყვებით, რომ თვითქოს და ნუ გეშინიათ, ნუ დარდობთ, ეკლესია არ დაზარალდება. რა თქმა უნდა, ყველა წმინდანის ცხოვრება, როგორც ეს ცხადი ხდება, მათი ეპისტოლეებიდან და თხზულებებიდან იყო განუწყვეტელი ხანგრძლივი ბრძოლა, რათა გამოფებულიყო ჭეშმარიტი სარწმუნოება, რათა ერეტიკოსი დამარცხებულიყო სარწმუნოების შელახვის გამო, რომ არ ექადაგა სხვა სახარება, სხვა უსახო და ამ სოფელს მორგებული ქრისტე. და მრავალმა ქრისტიანმა სწორედ აი ამ სარწმუნოების დაცვის გამო მოწამეობრივად აღესრულა, თავი გასცირა ქრისტესთვის, სარწმუნოებისათვის, სიწმინდისათვის და ეკლესიის უდიდესი მასწავლებლები და აღმსარებლები როგორც წესი იყვნენ დევნილნი. გადავხედოთ მათ ცხოვრებას, კარგად ჩანს ეს ყოველივე, შეურაცხყოფილნი, ცილწამებულნი, გაკიცხულნი და თავისი სარწმუნოებისათვის დალანძღულნი. და პავლე მოციქულმა ეფესელ პრესვიტერებს მოძღვრის უპირველეს ვალდებულებად, სწორედ რომ საკუთარი თავისა და მრევლისათვის ლოცვა უანდერძა, ანუ ქრისტეს სამწყსოზე ზრუნვა, არა გულგრილობით, არა ფილოსოფოსობით, ან ყალბით ამშვიდებებით, რომ თითქოს და ნუ გეშინია და არაფერი მოგვივა, არა მეორეს მხრივ ბრძანებლობით და არც ისე როგორც ამას დღეს აკეთებენ ხშირად სოციალურ საკითხებზე და მოხენებზე, ცხოვრებაზე ზრუნვითა და ფიქრით, არამედ როგორც თავად მოგვცა ჩვენ მაგალითი თავდადებით ვიდრე სიკვდილამდე, ხო? და მოციქული გვიწინასწარმეტყველებდა ამას, რომ გამოჩნდებოდა მტაცებელი მგლები, ანუ ერეტიკოსები და რაც ყველაზე დასანანია, სამწუხაროა, მაგრამ შესაძლოა იყვნენ სასულიერო პირებიც. და ამას პირდაპირ საქმე მოციქულთაში ვკითხულობ, ჩვენ თვით თქვენთაგანიო აზდგენ კაცნი, რომელი იტყოდიან გულაღრძნილსა, რათა განადგინნენ მოწაფენიო. ეს წინასწარმეტყველება მთელი ეკლესიის ცხოვრების მანძილზე სრულდებოდა და დღესაც სრულდება და მოციქული არასდროს ამშვიდებდა მათ და არამედ ყურადღებისა და მღვიძარების საყვირით ყოველთვის ხმამაღლა გაჰყვიროდა და ეუბნებოდა აი ესეთ სიტყვებს, რომ ამისთვისა იღვიძებდით, მოიხსენეთ რამე თუ სამსა წელსა ღამითა დღისითა არა დავსცხრებოდე ცრემლით სწავლასა კაცათისა თქვენისასა. ნახეთ შემართება როგორი იყო, რომ 3 წელი დღე და ღამეო ეფესელებს ეუბნება, რომ თქვენ სწავლაში ვიყავიო. ანუ პავლესეული აი ეს იფხიზლეთ, გახლავთ ის მოწოდება, რომელიც უგულებელყოფილია ხშირ შემთხვევაში დღეს და მრავალი არის შემთხვევები, როგორც სასულიერო პირები, ისე ერისკაცებიც ავრცელებენ ცრუ შეხედულებებს, რითაც განაშოვნებენ მორწმუნე მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებისაგან და აი ამ დამღუპველი ეკუმენიზმისა და პაპიზმის მაცდუნებელ გზებზე ატარებენ. და აი ეს ფონი კიდევ უფრო დღეს იზრდება. და აი ამ თვით დამშვიდების პოზიცია, რომ თითქოს და ეკლესია არასდროს დაზარალდება, ერთი მხრივ რა თქმა უნდა სწორია, მაგრამ ეს გარემოება უმოქმედებასა და უდრტვინლობისაგან არ უნდა გვიბიძგებდეს ჩვენ, ხო? პირიქით, უნდა მოუწოდოთ, რომ ვიბრძოლოთ, ვიღვაწოთ, ვაღიაროთ ჭეშმარიტება და ღმერთი არ დაგვტოვებს ჩვენ და არ დატოვებს ეკლესიას. და ჩვენი თანამოქმედების აი ამ სინერგიის შედეგად, რაც გახლავთ ეკლესიის სწავლება, ღმერთი და ჩვენ მოგმადლებს უდიდეს სიხარულს და აი ამ ჭეშმარიტების გარეშე ცხადია ჩვენ არა ვართ. პროტესტანტული სტარის სწავლებისაგან განსხვავებით, რომელიც თანახმადაც მაგალითად
წინასწარ განსაზღვრულია ადამიანის ცხოვრება და არცხოვნების საკითხი, უნდა გვახსოვდეს, რომ მართლმადიდებლობის სწავლება მისი ისტორია ცხადყოფს ამას, რომ მრავალი ძველი ადგილობრივი ეკლესია გაქრა ძმაუნდადანო, როგორც აპოკალიფსის 7 ეკლესია და მრავალი სხვა ადგილობრივი ეკლესია დაუძლურდა და სიკვდილის პირასაა მისული. და სწორედ რომ ძირითადად სარწმუნოებისაგან განდგომის, მოძღვრებისა და მათი მრევლის მხრიდან ღალატის გამო ხდებოდა ეს ყველაფერი. მაგრამ ეკლესია, რა თქმა უნდა, არსებობს დღეს და ძლიერდება, მართლმადიდებლობა განდიდებულია და გამრავლებულია სხვა ხალხებსა და სხვა ერების ხარჯზე, რომლებმაც უერთგულეს ჭეშმარიტებას, მათ შორის ჩვენმა ეკლესიამ, საქართველოს ადგილობრივმა ავტოკეფალურმა ეკლესიამ და სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებმა, მაგრამ როგორც გითხარით, არსებობდნენ ადგილობრივი ეკლესიები, რომლებიც უღალატეს სარწმუნოებას და შესაბამისად გაქრა მათი კვალი. და რისი თქმა გვინდოდა ჩვენ ამითი, რომ დღეს ახალი წელია, მაგრამ ახალ წელს ახალი საფრთხეები მოყვა. ახალი საფრთხეები სწორედ აი ამ ეკუმენისტურ და მოდერნისტურ მოძრაობებშია, რომლებიც შენიღბულად გვთავაზობენ ყალბქრისტიანობას, რომელიც ჩანაცვლებულია ჭეშმარიტი სწავლებით და ეს იმდენად მზაკრული ფორმებითა ხდება, რომ ადამიანს უძნელდება იმის გარკვევა, თუ სად არის რეალურად ეკლესია. და ამიტომაც ძალიან იოლად ხდება, რომ გადადიან ჭეშმარიტებიდან ერესში და სიცოცხლიდან სიკვდილში. იმიტომ რომ არ ესმით ჭეშმარიტების ხმა. აი როგორც ამას მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი ამბობდა, რომ გულის მართლმადიდებლობაო, გემო მართლმადიდებლობისა, არომატი მართლმადიდებლობისა. ძალიან მალე შეიძლება ისეთი დროც დადგეს, რომ თავად მართლმადიდებელი ქრისტიანების ჭეშმარიტების აი ესეთი შემართება საძებარიც კი გახდეს. ჩვენ ამას რეალურად ვხედავთ და ეს არ არის უბრალო სიტყვები და ჩვენ ვკარგავთ ჩვენ შვილებს, მომავალ თაობას, როდესაც არ ვასწავლით ჭეშმარიტებას, უკვე ხელიდან გვეცლება ჩვენ ახლანდელი ახალგაზრდობა. აი ამ კუთხით შეიძლება არის პერსპექტიული ხალხიც, შეიძლება ჩვენ რა თქმა უნდა ყველაზე არ ვსაუბროთ, მაგრამ უმეტესობა ესეთი შემართებისაა და ამ დროს უმრავლესობა ვერ ხედავს საფრთხეს და რაღაცნაირი სირაქლემას პოზაში იმყოფება და ამჯობინებს ამ პოზით ყოფნას და მართალია ეკლესია არ გაქრება, ის იარსებებს, თუგინც სამი მართლმადიდებელი დარჩეს და 10,000 ადამიანის სული გაქრეს, მაგრამ საფრთხის პირისპირ დაჩენილება უნდა გავღვიძოთ აი ამ უვიცობისაგან, აი ამ მიძინებული მდგომარეობისაგან, როგორც ამბობდა ამას ჩვენი წმინდა მამები და ყველა მათი შემართება იყო ესეთი, რომ აუცილებელია აი ამ მიძინებული ქალაქის გაღვიძება, რომელიც ვერ იაზროს მოახლოებულ ბოროტებასო. აი ესეთია ყველა დროის შემართება. დავეხმაროთ უნდა აი ამ სულის კვეთების გაღვივებას ჩვენში, ეს პირველ ყოვლისა ჩვენი სასულიერო პირებლის მოვალეობა გახლავთ და არა მარტო ჩვენი, არამედ მთლიანად საზოგადოებისა, რომელიც აი ამ ღირსეულ საფუძვლებზე უნდა იზრდებოდეს. სხვა გზა ჩვენ არ აგვაქვს და დღევანდელი წელი დაეყოფილიყოს აი ამ გაღვიძების წელი, სიბზნის წელი, ჭეშმარიტი განსწავლულობის წელი და ყოველივე იმ სათნოებების მომღრალი წელი, რომელიც ესოდენ გვესაჭიროება ჩვენს ახალგაზრდობას, რათა დავიცვათ ისინი მარადჯამს, ბოროტი და მავნე ძალებისაგან. ამინ. ღმერთმა დაგლოცოს და წყალობა არ მოგვაკლოს.